2029 წელს ასტეროიდი აპოფისი დედამიწას ახლო მანძილზე ჩაუვლის და სავარაუდოდ ორ სხეულს შორის გრავიტაციული ურთიერთქმედება დრამატულად შეცვლის ასტეროიდის ზედაპირს. ასტეროიდი, რომელსაც ძველ ეგვიპტური წყვილადისა და ქაოსის ღმერთის სახელი ჰქვია, შეიძლება დედამიწისთვის კი არ წარმოადგენდეს საფრთხეს, არამედ პირიქით, დედამიწა იქცეს მისთვის საფრთხედ. ანუ აპოკალიფსი იქეთ მოვუწყოთ. ასეთია დასკვნა გამოძიებისა, რომელიც ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს პლანეტური მეცნიერის რონალდ ბალოუზის ხელმძღვანელობით. მკვლევართა აზრით, მათ მიერ მიღებულმა შედეგებმა შეიძლება ახსნას, რატომ აქვს ზოგიერთ ასტეროიდს იმაზე ახალგაზრდა ზედაპირი, ვიდრე მათი რეალური ასაკია. 99942 აპოფისი საშიში ასტეროიდია. ის 2004 წელს აღმოაჩინეს და როგორც გამოთვალეს, დიამეტრი 335 მეტრია. მისი ტრაექტორია ცხადყოფს, რომ 2029 წელს არსებობს შანსი, რომ დედამიწას შეეჯახოს. უკეთესი გათვლებისთვის მეცნიერებმა მას შემდეგ არაერთი კვლევა გაანგარიშება ჩაატარეს. შედეგად დაადგინეს, რომ 2029 წელს ის ჩვენს პლანეტას 32000 კილომეტრის მანძილზე ჩაუვლის, მაგრამ შემდეგ საუკუნეში შეჯახების შანსი საერთოდ აღარ არსებობს. რაც შეეხება თავად 99942 აპოფისს. გაიქცევა თუ არა დედამიწას ხელუხლებელი. ბალოუზისა და მისი ჯგუფის დაგვირვებების თანახმად დედამიწასთან ახლო მდებარე ასტეროიდებს, როგორც თუნდაც 99942 აპოფისია, ორი მახასიათებელი აქვთ. მათი ზედაპირი ფხვიერი და კენჭებიანია და უფრო ნაკლებად აღინიშნებათ კოსმოსში მოძრაობის შედეგად ცვეთა, ვიდრე ასტეროიდებს, რომლებიც პლანეტებთან ახლოს ჩაივლიან. ეს ამბავი უცნაურია. მიჩნეულია, რომ ასტეროიდთა უმეტესობა შედგება მზის სისტემის ადრეულ დღეებში, 4,5 მილიარდი წლის წინ ერთად შეჯგუფებული მასალებისგან. მას შემდეგ ისინი დიდად არ შეცვლილან. სწორედ ამიტომ იგზავნება მათთან ზონდები ნიმუშების ასაღებად. მიჩნეულია, რომ მათი მასალა სწორედ ის ხელუხლებელი მატერიაა, რომლისგანაც პლანეტები წარმოიქმნა. ყველაზე მყისიერი ეფექტი მაშინ დაიწყება, როდესაც ასტეროიდი დედამიწას ყველაზე ახლო წერტილში მოუახლოვდება. ამ დროს აპოფისზე ხანმოკლე სეისმურ მოვლენათა სერია დაიწყება. მათი დაფიქსირება შესაძლებელი იქნება და წარმოქმნის ასტეროიდის გრავიტაციის მსგავსი სიდიდის ზედაპირულ აჩქარებებს. დედამიწაზე განთავსებული ინსტრუმენტებით შესაძლებელი იქნება ასტეროიდის ზედაპირზე წოდების აწევა-დაწევის შედეგად წარმოქმნილ მახასიათებელთა დაფიქსირება. დედამიწასთან მოახლოებისას გრავიტაციულმა ურთიერთქმედებამ შეიძლება ასტეროიდის ბრუნვა შეცვალოს. დროთა განმავლობაში, როცა ასტეროიდი მზის გარშემო მოძრაობას გააგრძელებს, მაგრამ საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვის ახალი მაჩვენებლით, ზედაპირი შეიძლება მოსურდეს და ათობით ათასობით წლის განმავლობაში ახალი ფორმაც მიიღოს. დედამიწასთან ასე ახლოს ჩავლისას, ეს ასტეროიდი შეუიარაღებელი თვალითაც გამოჩნდება და მეცნიერებს უდიდესი შანსი ექნებათ დეტალურად შესასწავლად. გამოვყევი კოდის TikTok გვერდზე